რუსეთი ისეთ დოკუმენტს, სადაც ის ოკუპანტად არის მოხსენიებული, ხელს არასდროს მოაწერს, აცხადებს კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არაშიძე. ამით არაშიძემ ირაკლი ალასანიას განცხადებას უპასუხა. ექსპერტის შეფასებითვე მისასალმებელია ქართული მხარის პოზიცია, რომ ისინი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე კონკრეტულ შეთავაზებებს აკეთებენ. ხოლო რაც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალთან თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, არაშიძე მიიჩნევს, რომ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ მათი სამართლებრივი სტატუსი არ აიძიოს. მე მესმის ალასანიას ნათქვამის შინაარსი, მაგრამ რუსეთი ხარი არ წამოვა ამაზე რომ აღიაროს, რომ ეხლა იმას ოფიციალურ დოკუმენტში მოახვედროს თვითონ მოაწეროს ხელი ამას, რომ მას აქვს ტერიტორია ოკუპირებული, აქედან გამომდინარე ეს ამბავი არ შედგება. კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არაშიძე ასევე არ გამორიცხავს, რომ რუსი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოსთვის დსთ-ში დაბრუნების შეთავაზება პროვოკაციული ინიციატივა იყოს. არაშიძის თქმით, შესაძლოა რუსულ მხარეს სურდა ოფიციალური თბილისის და ქართველი ხალხის განწყობა მოესინჯა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ორგანიზაციას რუსეთშიც უკვე გუშინდელ დღედ თვლიან. ეს რუსეთის ხელისუფლების განცხადება. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ჩემი ყოფნის განმავლობაში დსთ-ზე ლაპარაკი საერთოდ არ გამიგია. არ გამიგია იმიტომ კი არა, რომ ერიდებოდნენ ჩემთან ამას თაობაზე ლაპარაკს, არამედ იმიტომ, რომ თვითონ თვლიან, რომ დსთ არის გუშინდელი დღე. ხვალინდელი დღე არის ევრაზიული კავშირი. აი რომ ეთქვა ევდოკიმოვს, რომ ევრაზიულ კავშირზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაშინ მე თქვენთან ერთად შევშფოთდებოდი.